გამარჯობათ, დაგიბრუნდით ისევ, მინდა ცოტა ესეთი ხალმოკლე შესვენების მერე ისევ დაუბრუნდე ჩანთების ქსოვას და ნახეთ, აი ესეთი მე უკვე ეს მონაქსოვი მაქვს ეს ჩანთა, უბრალოდ მინდა რომ ამ ჩანთის გარკვეული მოდიფიკაცია გავაკეთოთ. საკმაოდ ცული ფორმა სამ შემთხვევაში, აი ეს დაკბილული ჩანთა არის, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ამ ჩანთამ და მოკლედ გადავწყვიტე რომ გავაკეთოთ აი ეს მოდელი რომელიც ძალიან ესეთია პოპულარულია სხვათა შორის და ძალიან კლასიკურიც არის. ესე იგი აქ ჩვენ გვაქვს ესეთი ფორმის, აი ცოტა ესეთი ნაოივით ფორმა აქვს ხო ქვემოთ და ამ შემთხვევაში მე რასაც ვაპირებ იქნება უფრო ტრაპეციის ფორმა, ზემოთ უფრო ვიწრო ქვემოთ ცოტა განიერი. შეიძლება გაგახსენდეთ კიდეც ინტერნეტში ძალიან ისეთი ბევრი მოდიფიკაციებია მსგავსი ტიპის და კბილანების ესეთი რაოდენობაც ნაკლები გვექნება. შესაბამისად და ეს გვერდები ცოტა სხვანაირად აქ ჩვენ ყოველ რიგში არ ვაკეთებდით მატებას. ამ შემთხვევაში მოკლედ განსხვავებულად იქნება ყველაფერი და ესე იგი ჩვენ სახელურები მე ვაპირებ რომ უბრალოდ დავწნა, დაწნული იქნება და იმის გამო რომ ცოტა ფორმაც განსხვავებულია ჩანთის, ესე გვერდებზე არ იქნება ცოტა აი შუა ნაწილისკენ იქნება სახელურები, ორი სახელური დაგჭირდება რომ ის იქნება ძაფისგან გაკეთებული, ამასაც გაჩვენებთ, ჩვენ თვითონ დავამზადებთ. უბრალოდ დაგჭირდებათ აი ესეთი რგოლები, რომლებიც ან შეგიძლიათ აი ჩასაკეტი რგოლებიც რომ არის, ისიც შეიძლება. უბრალოდ მე ახლა აი ესეთი მაქვს ნახეთ, ცოტა მუქი ფერი, არ ვიცი. რამდენად მოუხდება ეს ძაფი, აი ესეთი გვაქვს. გახსოვთ ხო ეს ესეთი ბამბანარევია, პოლიესტერიც არის და ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მე აი ამ ცოტა ღია ოქროს ფერს გამოვიყენებ, აქ ცოტა ესეთი აი აქ უნდა გაატაროთ მოკლედ ეს. მე გავაკეთებ ამას ჩასმას, აი ამ იმ ადგილებში, სადაც დაგჭირდება, ხო? კარგით, შეიძლება მიკერებაც, როგორც უფრო მოგეხერხებათ თქვენ. ეხლა ასევე აი ამ ყელის ესე იგი ადგილი გვექნება, მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება ელვის მიკერება, თუმცა შეიძლება ჩამკეტი, მაგნიტური ჩამკეტი გააკეთოთ ერთი, ესეც ძალიან კარგი იქნება. ეს არის 25 სანტიმეტრის სიგრძის ელვა მაქვს მე. ესეთი ოქროსფერია, როგორც აი ძაფს აქვს, ჩემსაც ესეთი ოქროსფერი მეტალის ძაფი ყოლით ახლა გაჩვენებთ ამის. ეს მე გამოყენებული მაქვს, შეიძლება გაგახსენდეთ. 52% ბამბა, 35% პოლიესტერი, 8% ვისკოზა, 5% მეტალის ესეთი ძაფი არის გამოყენებული შიგნით. 2-დან 4 მმ-მდე ყაისნაღი იქნება კარგი. მე მაქვს 3.25. ჩემი ფავორიტი ყაისნაღი ხშირად ვიყენებ. ესე ძაფის სისქე აი 2 მმ-ია დაწნული ტიპის ძაფია. შეგიძლიათ სხვა ტიპისაც გამოიყენოთ, უბრალოდ თავარია რომ იყოს მყარი, უბრალოდ შეიძლება ზომები შეგეცვალოთ ჩანთის. კარგით, აბა დავიწყოთ მაშინ. მე მგონი ყველაფერი გითხარით, ხო, რაც ისეთი იყო. ესე იგი ფორმა ეხლა აი როგორი ფორმაც აი ამ ჩანთას აქვს, ესეთი არ იქნება. არ მოელოდეთ რომ ესეთი შემდგარი ესე იქნება ტრაპეცია, ძირი იქნება უფრო განიერი ვიდრე ზემოთ და გვერდებშიც უნდა ჩაუდგათ ნაქსოვი, უნდა გამოგსოთ ეს ყველაფერი. კარგით, აბა დავიწყოთ. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება ეს კბილანების ზედა მხარიდან ვიწყებთ ქსოვას და ჩავდივართ ქვემოთ. ორი დეტალი გჭირდება ზუსტად აი ესეთი, ხა რასაც მოგხსოთ, კიდევ ერთი უნდა მოგხსოთ შემდეგ. ეხლა თავიდან ავკრიფავთ თვლებს, თავისუფალ თვლებს, ჯაჭვი უნდა მოგხსოთ. სულ გჭირდებათ 69 თვალი პლუს 1 თვალი მოტრიალების ბიჯისთვის. ანუ ჯამში 70 თვალი. პირველი გავაკეთოთ კვანძი. და დავიწყოთ თავისუფალი თვლების აკრეფვა. ესე იგი 70 თვალი. აი 70 თვალი გვაქვს ახლა ჩვენ და უნდა მოტრიალდეთ ახლა როგორც გითხარით ეს ბოლო თვალი იყო ბიჯის, ანუ უნდა შეხვიდეთ წინა თვალში, ოღონდ აი ცოტა ამოატრიალეთ ნაქსოვი, აქ კი არ შევალთ. აი აქ უკან მხარეს აქვს ესეთი ამობურცული ძაფი და აქ უნდა მოგხსოვოთ თვალი
ნამადის გარეშე, პირველი თვალია. აქ მოდით გავაკეთოთ ჩვენ ნიშნული პირველ თვალზე და კიდევ 6 თვალი ნამადის გარეშე. ანუ ჯამში თავიდან იქსოვება ესე იგი 7 თვალი ნამადის გარეშე. შემდეგ მატება უნდა გავაკეთოთ. გადავთვალოთ. ესე იგი ნიშნული ჩათვლით ხო ეს პირველი თვალი 1 2 3 4 5 6 7. 7 თვალი ნამადის გარეშე, მერვე იქნება მატება, ანუ თვალი ნამადის გარეშე, ერთი თავისუფალი თვალი, იგივე თვალიდან თვალი ნამადის გარეშე. ანუ თითქოს გამოგვივიდა ერთი თვალიდან ამოვიყვანეთ 3 თვალი. აქაც აი სადაც ამოვიყვანეთ თავისუფალი თვალი, ანუ შუა ხო ამ სამეულიდან შუა თვალზე გააკეთეთ ნიშნული, იმიტომ რომ შემდეგ რიგში მაგ თვალზე დაგვჭირდება ისევ მატების გაკეთება და რო ვიცნოთ ეს თვალი. ეხლა ისევ 7 თვალი ნამადის გარეშე. 2 ისევ როგორც ხედავთ, ნახეთ, აი ესე მიკავია და აი ამ ამობურცულ ძაფებში შევდივართ, აი ერთ ძაფში, აი ეს ძაფია. აი ესე ხა გადავთვლი მაინც. ესე იგი ეს იყო ცენტრალური, მაგრამ მისი მომდევნოც არის აი სამეულში, ხო, მატება სადაც იყო. 1 2 3 4 5 6 7. ეხლა მოკლება. ესე იგი აქ ქონდა მატება, ეხლა იქნება მის 7 თვალის შემდეგ მოკლება. აი ესე მომდევნო თვალში ესე ამოვიტანე ძაფი, ოღონდ ჯერ არ გსო, ხო, თვალს ნამადის გარეშე. შემდეგი თვალი აქ უნდა ამომეტანა, ხო, აქედან. აქ ამას გამოვტოვებ. და აი მისი მომდევნო, აი აქ. ეხლა გამოვიდა რომ 1 შუაში გამოტოვებული და კიდევ 1, ანუ 3. აი ეს ყველა ერთად. აქაც გირჩევთ რომ გააკეთოთ ნიშნული. მე ესეთი სუფერად-ფერადი ნიშნულები მაქვს, იმიტომ რომ ესე ერთ ფერში აღარა მაქვს უკვე ესე რაოდენობა რაც დაგჭირდება, მინდა ყველგან გავაკეთოთ ეს ნიშნულები. რომ შემდეგ რიგში ხო რომ მოტრიალდებით, აქ იქნება ისევ მოკლება. კარგით. შემდეგ მოდის, როგორც ხვდებით, ისევ 7 თვალი ნამატის გარეშე. ესე 2 3 4 5 6 7 და ისევ აი ესე იგი როგორ ქონდა მატება, მოკლება, ეხლა ისევ მატება. ესე იგი მერვე თვალზე იქნება მატება. ერთი თვალი ნამატის გარეშე, თავისუფალი თვალი, იგივე თვალიდან თვალი ნამატის გარეშე. აქაც გავაკეთებ ნიშნულს. ესე იგი ყველგან გააკეთეთ ესე ნიშნულები, ესე იგი მატების შემთხვევაში ცენტრალურ თავისუფალ თვალზე, 3 თვალიდან ცენტრალური არის თქვენთვის ესე იგი აი სადაც ნიშნული უნდა გააკეთოთ, ხოლო მოკლების ადგილებზე ერთი თვალი გაქვთ, 3 ხო ერთად გამოგყავთ, აი იმ თვალზე გააკეთეთ. ასე გაყევით მოკლედ, ახლა ისე იქნება 7 თვალი ნამატის გარეშე და შემდეგ უკვე მოკლება იქნება, იმიტომ რომ აქ გავაკეთე მატება. ესე მოგსოვეთ ბოლომდე. ხო, სულ ბოლომდე გადით. ბოლოს გექნებათ 7 თვალი ნამატის გარეშე და იქ დამთავრდება თქვენი აი ეს მეორე რიგი, ხო, ჯაჭვის შემდეგ მეორე რიგი. აი ხა ნახეთ ბოლოს აქ იყო მატება და შემდეგ იყო კიდევ 7 თვალი ნამატის გარეშე და აი ზუსტად ბოლო თვალზე ეს მე-7 თვალი ნამატის გარეშე. აი ესეთი გვაქვს ახლა, აი ესე. ესე იგი პირველ თვალზე აქ არაფერი ჩვეულებრივ 7 თვალი იყო, მატება, მოკლება, მატება, მოკლება, მატება, მოკლება, მატება და 7 თვალი. აი ესე. ეხლა გადავდივართ შემდეგ რიგზე. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის. ეხლა მე აქ გირჩევთ რომ აი ეს ძაფის ბოლო აქ
შეგვიძლია ჩავმალოთ პრინციპში ნაკსოში ან და ხო, ჯობია რომ ჩავმალოთ, მოდით, აი ესე გავატარებ, აი ესე. თან ქსოვისას ჩავაყოლებთ. მოვტრიალდით ხო ესე იგი. მესამე რიგია ესე თუ ვიმსჯელებთ ესე იგი ჯაჭვის შემდეგ. ეხლა ჩვენ უკვე ამის შემდეგ გავაგრძელებთ ქსოვას უკანა კედლებში შესვლით. აი ხედავთ ხო, აი აქ. ხო, ერთ კედელში გარდა მატების ადგილი, სადაც მატებას აკეთებთ. იქ გავაკეთებთ ორივე კედელში შესვლას. აი ეს დავიმახსოვროთ, ხო? ესე იგი, ეხლა ნახეთ, ეხლა აქ ზაფი ამოვიყვანი, ფაქტობრივად აქ უნდა ამოვიყვანო პირველი თვალი და ეს იქნება აი ეს. აი ეს ზაფია, უკანა კედელის ზაფი, ხო? თვალი ნამატის გარეშე. ეს ერთი. აქ უკვე აი აქ გაქვთ, ხო, მომდევნო. მეორე თან ზაფის ბოლოს ვაყოლებ. აი ესე. მესამე. მეოთხე. ეხლა რატო თვლი გეტყვით. მეოთხე. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ აქ თვლების რაოდენობა უნდა გაგვეზარდოს, როგორც აი ამ ადგილას, ასევე აი ამ ადგილას. აი ეს ნაკსოვი ეხლა 7 თვალით დავიწყეთ, მაგრამ გაიზრდება და გაიზრდება, იმიტომ რომ აქ არც ვაკლებთ, არც უმატებთ, ხოლო აქ უმატებთ მუდმივად. აბა ნახოთ, ესე იგი 1 2 3 4. აქ შეგიძლიათ პირველი თვალი მონიშნოთ, თუ გიჭერთ თქვათ გარჩევა. მოდით, მოვნიშნოთ რახან იქით მხარეზეც მოვნიშნე, აი ეს პირველი თვალია. ესე იგი 1 2 3 4 თვალი ნამატის გარეშე მოგხსოვე უკანა კედელში შესვლებით. ეს მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და დააკვირდით მერვე, იმიტომ რომ წინა რიგში გავაკეთე აი ამ ადგილას მატება და ეს უკვე აქეთ მოემატა, მერვე თვალია უკვე. ხედავთ, გაიზარდა. ეხლა ამ რიგშიც აი ნიშნულის ადგილას ვარ, ოღონდ ორივე კედელში უნდა შევიდეთ. ამ ნიშნულის ადგილას, სადაც თვალი გაქვთ, ორივე კედელში შესვით, ვაკეთებთ ისევ მატებას. 1 თვალი ნამატის გარეშე. მეორე იქნება თავისუფალი თვალი და იგივე თვალში თვალი ნამატის გარეშე. ეს უკვე მესამე, ხო? და ნიშნულს დააბრუნებთ ცენტრალურში, ანუ 3 გაქვთ, 1 2 3. აი მეორე იყო თავისუფალი თვალი. აი დააბრუნებთ ნიშნულს. ეხლა გვაგრძელებთ. აქ უნდა ისევ 7 თვალი უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ კი აქ უმატებდით, მაგრამ აქ ვაკლებდით. ამიტომ ამ ინტერვალებში ყველგან ყოველთვის 7 გექნებათ. 1 2 3 4 5 6 7. ახლა ნახეთ, აი თითქოს კიდევ ერთი თვალია, მაგრამ აქ უკვე მოკლების ადგილია. აი ეს ნიშნული და მის წინ ერთი თვალი. ახლა აქ მოკლებას ესე ვაკეთებთ, ხო? აქ გავაკეთებ მოკლებას. მოდით ორივე კედელში შევიდეთ აქაც მოკლების ადგილებშიც. ესე იგი აი ესე. ბოლომდე არ მომყავს ჯერ ხომ? ერთი თვალი. ახლა ნიშნულის ადგილი ეს უბრალოდ გამოვტოვოთ უნდა ნიშნულის ადგილს არ ვეხები და მომდევნო თვალი ისე ორ კედელში შესვლით და ერთად. აქ დავაბრუნოთ ჩვენი ნიშნული. აი ეს, ასე იგი თითქოს 3 თვალი ერთად. სიამოვნებაში 2 იყო, მაგრამ ერთი უბრალოდ გადავახტი ცენტრალურს. ისე იქნება უკანა კედელში შესვლით 7 თვალი 1 2 3 4 5 6 ნახოთ კარგად 6 7. როგორც თქვით, ხო? აქ არ იცვლება თვლების რაოდენობა ნიშნულიდან ნიშნულამდე აქ შიგნით. ხოლოდ კიდე, აი ეს კიდე და აი ეს კიდე გაგეზრდებათ. ეხლა ნიშნულის ადგილას ორივე კედელში შესვით. ეს დაიმახსოვრეთ, რომ
შეიძლება პრინციპში ერთ კედელშიც შეხვიდეთ, მაგრამ თუ ერთნაირად აკეთებთ, სულ ერთნაირად გააკეთებთ, ხო? ესე რაღაც წესი. მოდით აქ ვნახოთ, აი აქ ეს არის ორი კედელი ამისი. ესე იგი, თვალი ნამატის გარეშე, ერთი თავისუფალი თვალი და კიდევ ერთხელ. თვალი ნამატის გარეშე. ნიშნულს ვაბრუნებთ აი მეორე თვალზე ამ სამეულიდან, აი ცენტრალურზე. აი ესე გაყევით ახლა სულ ასე მეორდება ახლა 7 თვალი ნამატის გარეშე, აქ იქნება მოკლება, ესე იგი 1, მეორე, მესამე, ესენი ერთად და ნიშნულს გადაიტანთ აი რასაც მოგსოვთ იმ თვალზე. მოგეთ როგორც აი აქ გავაკეთე, ხო? ზუსტად ისე გაიმეორებთ აი ამ ადგილას და ყველგან სადაც მოკლება გაქვთ. ესე გაყევით ამ რიგს, ეს უკვე ესე თქვათ მესამე რიგია. აი უკვე გავდივარ რიგის ბოლოში და ბოლო თვალზე ისევე უკანა კედელში შესვლით. ამოვიყვანე თვალი. ეხლა აქაც თუ გადათვლით, ნახეთ, ეს არის მატების ადგილი, აი წვერო, მის მომდევნოც მატების თვალში შედის, ხო, 3 თვალია, ხო? და ნახეთ, აი ამათ გარდა 1 2 3 4 5 6 7 8, როგორც გითხარით, 8 თვალია. ეხლა შემდეგ რიგში 9 გახდება, ხო? 1 თავისუფალი თვალი მოვტრიალდით და პირველი თვალი ისე უკანა კედელში შესვლით. თვალი ნამატის გარეშე. აქ დავაბრუნოთ ნიშნული. ესე იგი, ახლა ისევ იგივე წესით ნიშნულამდე მოგსოვთ თვლებს ნამატის გარეშე და როგორც გითხარით, ახლა იქნება 9 თვალი ნიშნულამდე. იმიტომ რომ აი წინა რიგშიც გავაკეთეთ აი ნიშნულის ადგილას მატება. ფაქტიურად მსგავსად ესე უნდა გააგრძელოთ ახლა აქამდე როგორც გსოვე, ზუსტად იგივე წესით. ნიშნულამდე, მოდით გადავთვალოთ. ნიშნულის ჩათვლით, აქ პირველი თვალია, ხო? 1 2 3 4 5 6 7 8 9, ხედავთ? შემდეგ უკვე ნიშნულია. აქ რა თქმა უნდა, აი ახლა ისევ მატებას ვაკეთებ და ორივე კედელში შესვლით. აი ესე. თვალი ნამატის გარეშე. ერთი თავისუფალი თვალი, თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ვაბრუნებთ ნიშნულს აი შუა თვალზე, ხედავთ? ვაგრძელებთ. აქ უკვე 7 თვალია ყოველთვის. ესე იგი აი მას შემდეგ რაც მატებას გააკეთებთ, ხო, 3 თვალს მოგსოვთ, შემდეგ იქნება 7 თვალი. ეს მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე. და ნახეთ, ნიშნულთან ვარ, აქ მოკლებაა საჭირო, ნიშნულის წინ კიდე ერთი თვალია, მაგრამ ეს მოკლების თვალში შედის, ხო? ანუ ორ კედელში ესე ნიშნული მოვხსნათ, აი ესე. აი ესე, გამოვიტანე ეს წაფი. ნიშნულის თვალს არ ვეხებით და მომდევნოში ისევ ორ კედელში შესვლით. აი ესე ერთად. აქ ვაბრუნებთ ნიშნულს. შემდეგ რიგშიც, რა თქმა უნდა, ამ ადგილას იქნება მოკლება. ეხლა ისევ 7 თვალი. აი ნახეთ, აქ მოგსოველი გაქვთ, ანუ ეს არის შემდეგი უკანა კედელში შესვლით. ესე იგი ეს 7 თვლები სადაც აგაქვთ და გვერდებზეც იქ სადაც იზრდება, ხო, თვლების რაოდენობა, ესეთი უკანა კედელში შესვლები გჭირდებათ და მხოლოდ აი წვერო თვალზე გჭირდებათ წვერო თვალზე და ასევე მოკლება და მომატება, ხო, სადაც აგვაქვს, იქ გვინდა ორივე კედელში შესვლა. აი უკვე მივედი, ხედავთ, ხო, აი ეს მოკლების თვალი იყო აქ, შემდეგ 1 2 3 4 5 6 7. აი, ანუ მერვეა ეს ნიშნულის თვალი, ორივე კედელში შევდივარ. ერთი თვალი ნამატის გარეშე, მეორე თავისუფალი თვალი და მესამე ისევ თვალი ნამატის გარეშე.
ახლა ხვდებით სადაც ვაბრუნებთ, ხო? ცენტრალურ თვალზე. აი აქ, თავისუფალ თვალში. კარგით, აი ესე გაყევით ახლა უკვე სულ აი მსგავსად იქსოვება. 7 თვალი ნამატის გარეშე იქნება, შემდეგ მოკლება. შემდეგ 7 თვალი ნამატის გარეშე, შემდეგ მატება და ასე შემდეგ ბოლომდე უნდა გახვიდეთ. ბოლოსაც აი მოდით გაჩვენოთ. აი კარგია რომ გვაქვს ნიშნული, ანუ ამ ნიშნულის თვალის ჩათვლით, ხო? აი აქ. აქ რა თქმა უნდა მოგემატებათ, იმიტომ რომ აქ მატება იქნება და მეტი თვების რაოდენობა გექნებათ. კარგით, ესე გვსოვეთ, რა ვიცი, ახლა მე მგონი უკვე ერთი და იგივე წესით იქსოვება, ამის შემდეგ ეს რიგები სულ განსხვავება არ არის. ამიტომ მე მგონი თქვენც შეძლებთ და მოგსოვეთ, უნდა დავაგროვოთ რიგები. ახლა მოკლებას გავაკეთებ, მოდით, აი ეს უნდა გამოვტოვოთ და აი აქ. აი ესე ერთად. ესე იგი, რიგების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ძაფის სისქეზეც იქნება თქვენი ძაფი როგორი იქნება. მოკლედ უნდა დავაგროვოთ. ახლა ბევრი რიგები უნდა მოგხსოვოთ, რომ ჩანთას მივცეთ გარკვეული სიმაღლე. აი ესეთია ჯერჯერობით. ახლა ეს არაფერს გვეუბნება, როგორ იქნება საბოლოოდ ჩანთა, მაგრამ აი ესეთი თქვენც ესე უნდა გქონდეთ და აი ესე გაიზარდება და გაიზარდება აი ესე ქვემოთ, ხო? კარგით, აბა გააგრძელებთ თქვენც და შევხვდებით უკვე გარკვეულ სიმაღლეს დავაგროვებ რიგებისას.